დღეს მინდა შემოგთავაზოთ საუბარი, რომელიც შეეხება ასკეტის არქეტიპს, ანუ მონაზონის არქეტიპს. ჩვენს სინამდვილეში მონაზონე აღიქმება ხოლმე რაღაც სქესთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ მონაზონი, როცა ითქმება, ეს ქალს უკავშირდება, რაც რეალობასთან კავშირში არ არის. სიტყვა მონაზონი მინდა განმარტო და ვთქვა, რომ ეს ნიშნავს მარტოდ მყოფელს. აქ არ იგულისხმება სქესი. ასკეტის არქეტიპი, ანუ ადამიანისა, მამაკაცისა, რომელიც განხოლოებულია, მიდრეკილი არის განმარტოებისაკენ, არის ერთ-ერთი გამორჩეული სხვა არქეტიპებისაგან, იმით რომ ეძებს უმთავრეს საზრის ცხოვრებისას და პოულობს ამ საზრის ღმერთში, სიწმინდეში. მისი მოქმედებები შინაგანია, ის ეძებს ამ სიწმინდეს საკუთარ თავში და ზღაპარში ხშირად გმირი გრაალის საძებნელად მიდის. სიმბოლურად ეს მაინც გულისხმობს სიწმინდის მოძიებას საკუთარ თავში, რაც გულისხმობს ფერის თვალების გზის გავლას, როცა ადამიანი არ არის მიდრეკილი მიწიერი სიკეთეებისაკენ, ის ღვთაებრივის ძიებაშია ამაღლებულის და როდესაც ცდილობს დაუკავშირდეს ღვთაებრივს, ეს საკმაოდ რთული ამოცანა დგას მის წინაშე და როდესაც ამას ახერხებს, მთლიანად ივსება ამ საღვთო მადლითა და სიკეთით. ეს მარადიული უშრეტი ენერგია და ეს ის წყაროა, რომელიც მთლიანად აღანთებს მის გულის ცეცხლს, მის სულში არსებულ ნათელს. საზრის ის მოძებნა ღვთაებრივში გამოარჩევს ასკეტს, რომელიც მიდრეკილია განმარტოებისაკენ და სწორედ ამ განხოლოებისა და განმარტოების მდგომარეობაში იღებს გამოცხადებას ზეციდან. ეს არის ადამიანი, რომელიც იმართება ამ ღვთაებრივი ზეციერი გამოცხადებით და მისი ამოცანა არის, რომ საკუთარი ნება დაუქვემდებაროს ღვთაებრივს. ეს ნიშნავს საკუთარ ნებაზე უარის თქმას და პირდაპირ მიერთებას საღვთო საწყისებთან. რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული ამოცანა დგას ასეთი ადამიანის წინაშე. ეს არის ამაღლებული ცხოვრების წესი, რომელიც გულისხმობს საკმაოდ დიდ თვითშეზღუდვას, თვითდისციპლინირებულობას და მაღალ შრომის უნარიანობას. გამოცხადებას, რომელსაც იღებს ზეციდან, ის უზიარებს თავის თანამოქალაქეებს და საკმაოდ კარგად აქვს გააქტიურებული სულიერი რეცეპტორები, რომელიც უნდა აღნიშნოთ, რომ ყველა ადამიანს გააჩნია, მაგრამ ხარისხი გამოცხადებისა, რომელსაც ამ სულიერი რეცეპტორებით იღებს ადამიანი, პირდაპირ არის დაკავშირებული იმ ცხოვრების წესზე, რომელსაც ასეთი ადამიანი თავის თავს დაუმკვიდრებს, ასე ვთქვათ, და მიყვება. ასკეტისათვის დამახასიათებელია ძალიან დიდი და ღრმა რწმენა და აქტიურად ის ერთგული არის ამ თავისი რწმენის, მას სჯერავს იმისა, რასაც აკეთებს, ექვემდებარება ღვთაებრივ ნებას და სხვაგვარად ცხოვრება არ ძალუძს. ის
ემიჯნება როტებას, ემიჯნება არასრულყოფილებას, იმას, რაც ცრუ არის, რაც სიმახინჯეს შეიძლება წარმოადგენდეს და მიელტვის განხდობის მდგომარეობას, სრულყოფისაკენ სვლას და ამ სრულყოფილების წყარო მისთვის სწორედ ღმერთშია და საკუთარ სიწმინდეში. აი ეს მოკლედ რაც შეიძლებოდა ამ არქეტიპის შესახებ დღეს გვეთქვათ და მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არქეტიპი არის არქეტიპი ზღაპარში, რომელიც გვხვდება სხვადასხვა ზღაპრებში და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ არქეტიპის შესახებაც ის წარმოდგენა, რომელიც დღეს ოდნავ მაინც შევქმნით ამ ვიდეოთი. ჩვენ უკვე განვიხილეთ მამაკაცთა არქეტიპები ზღაპრებში, სულ 6 არქეტიპის შესახებ ინფორმაცია შემოგთავაზეთ და დაგვრჩა ერთი არქეტიპი, რომელსაც მომავალში შემოგთავაზებთ, ეს არის ფილოსოფოსის არქეტიპი ზღაპარში.